მოგესალმებით, ჩემო ლამაზებო და კეთილებო, როგორ ბრძანდებით. ამ საახალწლო გამოვიართ ქალაქში და ქალბატონმა და ქალაქში აგერ ბაზარი ორბელიანთან ვართ. ესე ხო არ ქნა. ეს ყველაფერს დაინახავთ, აი ძალიან კარგი მანდარინები იყიდება. თუ შეატყვეთ. საერთოდ წავიდეთ. ხო და ჩვენი მეგობარი ხსნის, ჩვენი რაღაც ხსნის. ძალიან კარგი რაღაცას. Un amor artificial. რა მაგარი არის ეს? ორივე მხარეს რო ხედავს. იმაზე მინდოდა ბაზარი. რომ გავჩერდი ბოლო ვიდეო რო დავდე რო აი მეთქი ეს ბოლოა თქო. აქ დღეებში ძალიან ბევრი ის მომივიდა რა. დონაციები შემომივიდა. ქისაჯისის დავამატე და მან შემომივიდა დონაციები ანონიმურები ძირთად. რომ აი არ გაჩერდეო და ის ძალიან ისეთი დადებითი ემოციებით ახსავს რაღაცები რა. რომ სუხოძე იყავიო ბიჭო და ეხლა მაგ ყველაფერს უფლება არ მიცეო და რაღაცებს მეუბნებოდნენ და აი ლეო გაიჩთა. მოგზანდებით ბატონო. მაიცა? ესეთი ლამაზი ადგილი არის. აქ. ბაზარი ორბელიანზე რო შემოხვალთ, აი ამ კიბეებთან არის ეგრევე. აი. ხო გითხარი შვიდზე, გუში რომ მაგინეს მაო, შვიდს გეუბნები, შვიდზე მოვდივარ ბიჭო. კი რაღაცები გააკეთე. ვერ ვზუმავ. მაგრამ ეწყინა, რატო ვერ მივზუმავ? ეს საყვარელი. ხო, აი რეც აკეთებ აქ ბანსში. მე არაფერს არ ვაკეთებ. აი ლუკა ბატონი, ჩემი პარტნიორი არის, მაგასთან ერთად ვაკეთებ და მე აქეთ ღორის ხორცზე ვარ. ღორის ხორცი სადა? ღორის ხორცი სადა? ეს ადამიანი. ხო და დღეს გასინჯაოთ ლუკას გაკეთებულ მაგარ დონატებს. და ჩემ გემრიელ ხორცს. შენ რაც უდაჯღება რა. შენ გემრიელ ხორცს. ცოტა ხალხი არა. ბიჭო, ძალიან ცოტა ხალხი არის, ხო, არის გრძნობა, წინა საახალწლო გარემო. ნიკის რო ვერ პოულობ, ეგეც არ არის, თლად, კაი. ნიკი სადა? იმის გემრიელი ხორცების ადიღებ მე. მაგით დაინტერესებული ხალხი თუ იქნებით, შემიძლია დაგაკვალიანოთ მაგას. რას ჭამლეო? ლუკას გემრიელ ხორცს ხო არ ჭამ? ჯერ არა. რა მაგარი არის ბიჭი, ნახე რა მაგარია. ნახე. უკანასი ღებს და წინაც. პიქსელია? არა. ეს 24 ულტრა. მადლობა, დამიფასეს, ძალიან მოეწონათ. ხო და აი ესე ვქნათ. ვსო. აი ეს ბანსი არის, კაროჩე, ლუკასისა. მოკლედ წერა დავასრულე კარგად და ამ ბანსის ადგილს და დონატებს მივხვდებით საათსაა, რო შემოხვალთ ამას იზამ. კაი ადგილს გავაკეთებ და მე ვარ ატვეჩაი რომ გემრიელი იქნება ყველაფერი რასაც შეჭამთ რა. ეგ გვეჭვეს. მაგრამ ისე მინდოდა ლაპარაკი ახალ წლის გარემოებზე და ეგეთ რაღაცებზე რა. რაღაცა ცოტა გამოსწორება დავიწყე, მე მგონი და ახალ წელს დაუწყე ყურება ნორმალურად. მაგაზე ახალ წლისთვის გადავიღე ვიდეოს. იმენა ახალ წელს გადავიღე 1 საათზე გადავიღე 9-ზე დაგიდებ. ამათ უნდა მივეხმარო, ესენი აპირებენ, ლუკა აპირებს, ლუკა არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მზარეული რა. ოღონდ ხო შეფია თან. ანუ ყოველგვარი გადამეტებების, სიტყვების გადამეტებების გარეშე მისი საკვები ევროპის მასშტაბით როგორც მინიმუმ ბევრმა ძალიან დადებითად შეაფასა. კოვზი მოიგო, დიდი კოვზი მოიგო, რომელიც ესტონეთში დატოვა X საათს მუშაობდა რა. და ძალიან მაგარია, კაროჩე. ხო და საახალწლოდ ეგ და მაგის ძმაკაცი აკეთებენ საკვების საახალწლო სუფრის ვერსიებს აკეთებენ, კაროჩე. თან საკმაოდ იაფად დიდ მასალას აკეთებენ კერძებით რა, სადღაც 300 ლარი ღირს 6 კაციანი სუფრის ისენი რა. და მაგის გამოყენებად შეგიძლიათ მე ატვეჩაის ჩაგიდგებით მაგაშიც რომ ეგეც ყველაფერი გემრიელი იქნება რა. რა მაგარი არის. ორი შეფი რო არის და ორივე ლუკა და ერთად რო ბიზნეს აკეთებს. ლუკა კვადრატი რო ქვია. ლუკა კვადრატი ქვია, ეგ არ ვიცოდი. ეს ბანსი ერთ-ერთი პროექტია და ეს ვინმე ეპილეფსია თუ გაქვთ ვიდეო გათიშეთ. PlayStation-ის შახტვის წინ რო არის, ეგეთი რაღაცა უნდა ყოფილიყო.
რაღაცა უნდა მეკითხო. ხო, ყველასთვის მინდოდა დიდი მადლობა გადამეხადა იმ დონაციებისთვის რა, იმიტომ დონაციაზე მეტად ის სიტყვები რაც ეწერა იქ, ჩემზე დადებითად მოქმედებს რა. თან ძალიან. თან არ ვიცი, შეიძლება არ მეტყვა ხოლმე, მაგრამ რაღაცა ეტაპზე ცოტა მოდეპრესიულო გავხდი ეს ბოლო პერიოდი არის და მაგასაც ლენკა რო არა ვერ უშველდი ალბათ და ხალხი ხედავს ალბათ მაგ ყველაფერს რა. ვიღაცები ქართველ ტიპებთან ზოგადად ეგეთ რაღაცებზე პრობლემებზე ლაპარაკი ცოტა უჭირს რა კაცებს განსაკუთრებით და მე მგონი უნდა ვილაპარაკოთ ხოლმე რა ჩვენს და ჩვენ რაღაცა 1-2 ადგილი გვაქვს კონკრეტული სადაც ვждებით და იქ და ხალხი რა კონკრეტული ადამიანები ვისთანაც შედარებით შეგვიძლია მაგაზე საუბარი და ვისაც ეგ არ ყავთ ამიტომ ვიღაცები უნდა მონახოთ ვისთანაც დაელაპარაკებთ ეგეთ პერიოდში და ეხლა მაგას ვცდილობ უბრალოდ რა ხდება ხო და რავი რა წესით მალე გადავივლი ყველაფერს რა ნეგატიურებს მოვიშორებ და გავაგრძელებ ცხოვრებას უფრო კარგად. კალთას ჩამიჯექ თუ გინდა. მოდი ვითომ სანტა კლაუსი ვარ და შენ ბავშვი რომელიც კარგად იქცევდი. ბავშვი რომელსაც წყალბი არ სად მოახერხე ჩხუბი? აუ, ჩემი რაღაცები მომეც რა. არა, ყლებს არაფერი არ დალევს და ვერავინ ვერ დალევს იმდენ ყლევა. იმდენ ყლევა არ თმეთქი. უცებ გაჩნდნენ თუ? უცებ გაჩნდნენ? მოდი ვანახოთ ხალხს, ხო რა გჭირს? მოდი ვანახოთ, ხო რა გჭირს? გისმენთ? კი, ვისთან გინდა? ჩემთან და ამასთან. ორივე. აი, მოდი. მე გადავიღო? მოდი, აი. აუ ნო აი, მოვაბრი. ვაი. ესეც აკეთება, ნახე ეს ჩემი ხელით მოვაბრი. მაინც პირიქით ვქნათ. მოვაბრი. ესე ვქნათ. მოვაბრი. ოი. ეხლა გადაიღო? კი. რა მადლობა. ეს საყვარელი ბავშვები არის. ხო, იმიტომ კი კაცო მობრძაი. არ იცი გოგო, აი ესე უნდა გადაიღო. რო ლამაზები გამოჩნდა. მოდი. აბა. არაფერს რა მადლობა. რა საყვარელი ხალხი არის. გაროჩე აი აქ აკეთებს იმ რაღაც ხორცის დეგუსტაციას აკეთებს. ტყლაპის соуსიო და რაღაცეები რა, ანუ არ ვიცი ეს მზარეულებმა რო იციან, ეგეთ რაღაცებს შვება და მე ეგეთებში ვერ ვერკვევი რა. ტყლაპი ვიცი მე, ტყლაპი. და ნიკი ქალბატონო, ნახეთ, აი ეს თქვენ და ის. ბიჭო ის იმაზე ვლაპარაკობთ. ეტლიჩკა. იმაზე ვაზრობდი გოგო. ნაზე. საახალწლო სუფრებს რო აკეთებ. ხო. და მაგაზე მე ვერ ვთქვი ვერაფერი და მეგობრებო 300 ლარად ვაკეთებთ საახალწლო სოფრა. მე დაზეპირებული რა მოუჩენი? გამარჯობა მეგობრებო, დღეს დილით იქნება ძალიან ამინდი. იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ გადავუღე. სუ ფეილები მაქვს, 26 ფეილი მაქვს მაგათი და მაგათ 300 ლარო ტყიდით სუფრას მეგობრებო იქნება უამრავი კარგი. მაინც არ დავჭრე. კაი. მეგობრებო, საახალწლო სუფრას ყიდით 31 დეკემბრისთვის, ხო, ახალი წელი, 31 ხო. და 300 ლარი ეღირება, არის სადღაც 9 კილოს საჭმლამდე, ყველანაირი ხო, მდე. იმიტომ რომ ძალიან კარგი მენიუა და იმედია ფოტოს დაამაგრებ, იმიტომ რომ ეხა ვერ ჩამოვთვლი, რადგან მასტერ კლასს ვატარებთ რა. ნახევარი ფენოვანი ხაჭაპური, 2 ცარი კალმახი, 900 გრამი ჯამში სალათების ოდენობა, თითქმის 1 კილო, კიდე ოჯახური კარტოფილი, ნახევარი კილო ბოსტნეულით და რაღაცა соусებით. აუ ძალიან ბევრია. ფხალეული ყველანაირი არის, ნუ ყველანაირი რა სამი სხვა ფხალეულია, სადღაც კილო ნახევრამდე გამოდის. კიდე რა გვაქვს, მეგობრებო? სიყვარული, ბედნიერება, ლამაზი გოგო, ლამაზი ბიჭი. არა, ძალიან ბევრია მართლა, ბევრი. კიდე გვაქვს ჩაშუშული გვაქვს, კიდე გვაქვს გებჟალი არ გვაქვს. ჩაშუშული გვაქვს.
ქათამი გვაქვს მთლიანი ტაბაკა ხალხნო. შეხედე რა მაგარია. მე რა ლამაზებ ჩანვარ თურმე ამ iPhone-ის იმაში არ ჩანვარ ეგეთი ლამაზი. აჰა, ჩამოვათვლევინე, მეტი რა გავაკეთო ახლა. ჩემს უფრო მეტი რაღაცები გვაქვს ხალხნო მართლა. არინანეთ ყველაზე დემოკრატიული ფასია და იმიტომ რომ მზადება არ გიწევდა კი დემოკრატიული ფასი. დემოკრატიული. ეროვნული მართლობით დაწესებული ფასი გვაქვს. ეიტა, ეხლა ცოტა ხანი ამას გავთიშო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ 5 წუთში ვიწყებთ მეგობრებო. აი 5 წუთში იწყებს. იმენა დათვი არის. ეს ლუკა ვინც არის ის იტალიურად ნიშნავს დათვს. კაროჩე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა ჩემი მათემატიკით. მეგონი კაია, კარგად რო დაიწყო კაია. თორემ მაგრაუბალეში ხომ ლუკას. просто მაჭამოს დროზე დავიღალე. რაღაცაზე ლაპარაკი მჭირდებოდა ამას წინათ ვფიქრობდი რომ მაგაზე უეჭველი უნდა ვიბაზროთ ხოლმე. რატომღაც დამავიწყდა მეგონი. მომენატრეთ, ყოველდღიურობა მომენატრა, რა აი ვიდეოებს რო ვდებდი ეგ მომენტები მომენატრა, მაგრამ თუ TikTok-ს ყურადღებას აქცევ, TikTok-ზე დავიწყე ცოტა ის გამოცოცხლება რა. ჩემ პირადი TikTok-იც, პლუს კიდე ერთი ახალი TikTok გავაკეთე, სადაც სპორტული კონტენტი მაქვს და აი რა რაღაცები კარგად მიდის ჯერჯერობით. და უკეთეს წავა სამომავლოდ. მე ძალიან მინდა რომ რაღაცებზე ვილაპარაკო ეს ბოლო პერიოდია просто ყველა ცუდად გაიგებს ვისაც არ უნდა დაელაპარაკო და ეგეთ თემებს ფიქრობ რომ როგორ მოგაწოდოთ ისე რომ თქვენ კომფორტულად ხომ რიგია შევიპარო რიგში ლენკამ თავისი ქურქი მე შემომტენა იმიტომ რომ კარგად გადაიღო ეს თავისი ვლოგისთვის რომელსაც მეც მინდა ეს სპეციალურად მე რომ მომიტანოს. გაროჩე მორჩა ეს ქაოსი შედარებით. ხორცის მასტერკლასმა კარგად ჩაიარა ლუკა კოსტის, რა თქმა უნდა. დაჟე მე პირველად გავსინჯე соуსი, რომელიც ტყემალი არისო, მაგრამ ძალიან გავდა სხვათა შორის, იმიტომ რომ ტყლაპის соуსი იყო და შედარებით ჟავე იყო რაღაცნაირი და ზოგადად соуსები მეზღება რა, ხოიც არ ჭამ ხოლმე, მაგრამ დღეს გავრისკე რა მაინც ჩემი ძმაკაცისაა და ის ხო არა ვარ. როგორ არ მივიღო. ხო და ეხლა რავი, ამ ბანსის წაღებას ვაპირებთ სახლში რა. ისე ლაპარაკი მინდოდა ბევრ რაღაცაზე რა. რაღაცებს ვეძებ სტილობ რო ვიპოვო ყოველ შემთხვევაში. ოღონდ ადამიანური მასში არა რა, სხვა პონჩი ვეძებ რაღაცებს რა. სპორტულ თემას ვეძებ რა, მჭირდება რა, ეგეთი რაღაცები, რაც მიზიდავს იმის კეთება მინდა და მანდან გამომდინარე მაგას ვსტილობ. ეს ბოლო პერიოდი თან ვერ ვიმუშავე რა, იმიტომ რომ მაინც რთული არა კომფორტის ზონიდან რომ გამოდიხარ, მე ახალ რაღაცასთან შეგვება ძალიან რთული არის, ვინმე თუ იცით, არ ვიცი ახლა. მაგრამ აი ერთ სამსახურში რო ხარ და უშუალოდ წელნახევარი და შეგვებული რო ხარ და მე იქიდან რომ მოდიხარ, ეგეთი მარტივი არ არის, სხვა რამეზე გადართვა და აქედან გამომდინარე რაღაცა ისე ვიყავი მე რა, არც ისე დადებითად. მართლა ძალიან მომენატრეთ და შეიძლება მოუხშირო ეს ბოლოპერი ეხლა ისევ იმეებს რა. ვიდეოების დადებას. просто იმის გამო რომ მომენატრა თქვენთან საუბარი, მაგრამ აკლია ხოლმე. და ყოველთვის ცხოვრებაში სხვას რას რჩევასაც მივიცემდი, იმ რჩევას უმეორებ საკუთარ თავს, რომ რამდენი წარუმატებლობაც არ უნდა შეგხვდეს გზაში, ხო? მაინც ბოლომდე უნდა გაანგრიო თავით, თორე ისე აზრი არ აქვს რა. თორე ყველა გადაგივლის. და მე აღარ ვფიქრობ, რომ ადამიანები მაგრამ просто ერთი ისაა რომ დაკარგული მაქვს რა ადამიანების მიმართ ნდობა უფრო მეტად დამეკარგა ეს ბოლო პერიოდია. არასდროს არ ვიყავი ის ადამიანი ვინც ადამიანებს დადებით არსებებად თვლიდი ხოლმე ზედმეტად დადებითად რა აი რომ ყველა ბედნიერია და ყველა კარგია მაგას არასდროს არ ვფიქრობდი ვაიმე. მაგას არასდროს არ ვფიქრობდი მაგრამ ახლა ცოტა უფრო სხვანაირად ვფიქრობ რა. მაინც აუცილებლად მოვა ის დრო, როცა მე ჩამოვაყალიბებ რაღაცებს, რისი თქვაც მინდა ხალხისთვის და აუცილებლად ვიტყვი მათ ყველაფერს.
აროჩი ყველაზე მეტად რაც ცხინის არის იცით რა? ტყუილი ლაპარაკი ადამიანების მიმართ რა. ძალიან ბევრი ადამიანი არის ეგეთი, ვინც ყოველთვის გეტყვის დადებით რაღაცას. და შენ გინდა არ გინდა დუნდები ეგეთ ადამიანებთან რა და ეგეთ თქმილ რაღაცებს რო გეუბნებიან და ისეთ რაღაცებს რო გეუბნებიან, ხო, მაგ დროს უნდა დაფიქრდე. რომ რის გამო ამბობენ ხოლმე. ეხლა ერთ კონკრეტულ ადამიანზე არ მაქვს საუბარი. ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება ეხებოდეს ეს ყველაფერი თელი ჩემი წარსულიდან და მომავლიდანაც ალბათ. პროსტა ვიღაც ადამიანებს უფრო სხვანაირად უნდა შეხედოთ ყოველთვის რა. ისეთი ადამიანები, ვინც ვერ წარმოიდგენ, ყოველთვის შენ გვერდში დგებიან ხოლმე, როცა პრობლემატური მომენტები დგება ადამიანის ცხოვრებაში. და ის ადამიანები, ვისი იმედით შეიძლება ყველაზე მეტად გქონდეს, ისინი არასდროს არ არიან ხოლმე გარშემო რა. კაროჩე, ყოველთვის ყველაზე მეტად დააფასეთ ისეთი ადამიანები, ვინც არაფერ ვალდებულებაში არ არიან შენთან. არაფერი ის არ აქვს. და მაინც უყვარხარ რა და მაინც ოღონდ ეს სიყვარული არ არის რა, ეს სიტყვა არ არის რა. სიყვარულს ვეძახი სრული განუკითხაობა რო ხდება შენ ცხოვრებაში და მაგ დროს ადამიანი მაინც რო ფიქრობს რომ შენ გვერდში შეუძლია რომ იდგეს. ეგეთი ადამიანები დააფასეთ, იმიტომ რომ დაგჭირდება. დალშე რამე თუ ეხა ვერ ვილაპარაკე სახლში დავამატებ რა. იმედია ძალიან დიდი ვიდეო არ გამომივიდოდა ეხა ეს. არ ვიცი ვაფშე ამ ნაწეს ჩავსვამ თუ არა ხმაურის გამო, მაგრამ მაინც რა. ჩემი ლამაზი ბიჭი ძალიან კარგი ინოვაციური რაღაცით შემოვარდა ბაზარს და მიხარია. ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის უნდა დაფასდნენ. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც თავის საქმეში სუპერია და არასდროს არ აქვს ისეთი გამოხმაურება ყველა მხრიდან, რას იმსახურებენ ხოლმე. და ეგ არ არის პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ ეს ადამიანები ჩერდებიან ხოლმე რაღაც ეტაპში. მე მაინც გეტყვით, რომ არავინ არ უნდა გაჩერდე. განსაკუთრებით ის ადამიანები, ვისაც რაღაცა პრობლემები გაქვს ცხოვრებაში. თუ რამე ცხოვრებაში რამე პრობლემა გაქვს მართლა. ხანაღლა ილაპარაკეთ ყველასთან, ვინც გყავთ გარშემო. ვიღაცები ჭორაობას დაიწყებენ, ვიღაცები გაგიღადავებიან ისე როგორც მაგაცები და მიხვდებით რა, მაგას სხვაობა არის ჭორაობას და ძმაკაცობას შორის ძალიან დიდი მსგავსება შეიძლება იპოვოთ, მაგრამ სხვაობას უფრო მეც იპოვით რა. კი არა და ეს ლაპარაკი. წავედი არა ჩემი დღე რა.